გამარჯობა მეგობრებო, დღის ვიდეოში უნდა ვისაუბროთ სისხლის გამათხელებელი წამლების, სტატინების, გვერდის მოვლენების ეფექტები. რადგან მთელი ქვეყანა ეგეთი ნებისმიერი ბევრი წამლებზე არის, რომელიც შიშით, რომ გულის შეტევა არ მოხდე, ცუდი ქოლესტერინი არ მოიმატო, პატარა ერთი წამალი ყოფილდღე კამფეტივით იგებ, რომ დაცული იყო. სიმართლეში მეგობრებო, ეს წამლები გამათხელებელი მარტო 1% ჩანსი არის, რომ ადამიანს გულის შეტევა არ მოხდეს, თუ იგებს ამ წამლებს. მარტო 1% ჩანსია. დანარჩენი სხვა ორგანოებზე გვერდის მოვლენის ეფექტი რასაც არის, ეს უკვე ადამიანი არ სფიქრობს. ეს წამლები მეგობრებო რა შვება? ფერმენტები, ანუ ჩვენი გვიძლი ხო აკეთებს ქოლესტერინი. იმას ბლოკა, რომ იბლოკება ქოლესტერინის გაკეთება, მეგობრებო, ჩვენი ტვინიც ხო ჭირდება. პარკინსონი დაემართება უფრო მეტი. კვლევები ჩატარებულია, იმიტომ ქოლესტერინი არ კეთდება. კაცი რო ასაკში მიდის, იმ დროს ჭირდება უფრო მეტი ქოლესტერინი, იმიტომ ტესტოსტერონი რო გააკეთო. გვიძლი არ გააკეთებს, კაცი იმ გულის შეტევის შიშით ტესტოსტერონი მიდის ქვევით და კაცი არ არის. იმიტომ ქოლესტერინი არ კეთდება. რომელიც ყველაზე საჭიროა კაცის ჰორმონებისთვის. არა მარტო კაცის ჰორმონებისთვის. ქალის ჰორმონებისთვისაც. მთელი ქვეყანა ყველაზე მეტი პრობლემა უძილობა, სტრესი, კორტიზოლი, ეს ჰორმონების დარღვევა, რომელიც ადამიანი იგებს სისხლის გამათხელებელი, ეს გვერდის ეფექტი აუცილებლად ერთი მეგობრებო, CoQ10 ენზაიმი ფერმენტები რო არის, თუ თქვენ იგებს გამათხელებელები, ეს ფერმენტები შემცირდება. ეს ფერმენტები საჭიროა, რომ ჩვენი გულის ფუნქციები რო კარგად შეასრულო. ამ შემთხვევაში შემცირდება ეს ფერმენტები. ჩვენი გვიძლი დაახლოებით 3000 მილიგრამი ქოლესტერინი აკეთებს, რომელიც ჭირდება სხვადასხვა ორგანოებს. ჩვენი კუნთებს ჭირდება, ჩვენი ტვინს ჭირდება, ჩვენი გულსაც კი ჭირდება, ჩვენი ორგანოებს ჭირდება, ჩვენი პენკრეატიკ, თერი ენდოკრინოლოგიური სისტემას ქოლესტერინი ჭირდება. და ეს თუ სხვა თქვენ გამათხელებელი, ეს სისტემა კარგად არ მუშაობს. მაგრამ შიში მაგისი არის ჩადებული, რომ ქოლესტერინი დაგემატა, ეს დალიე ნებისმიერი რამე ჭამე. აქ დანამშავე თქვენ ახარ, იმიტომ თქვენ არ გინდა, რომ კვება გაასწორო. აქეთ არის კვება, აქეთ არის ერთი პატარა წამალი. თქვენ გირჩევნია ეს პატარა წამალი მივიგო და კვება არ გავასწორო, რასაც მინდა შევჭამ. სტატინები და გამათხელებელის დანებება შესაძლებელია, მაგრამ კვება უნდა გაასწორო. კვება რო გაასწორეთ, ნელ-ნელა შეამცირებს და ბოლოში შეიძლება ამ სტატინების და გამათხელებელის წამლების გადაკრა. ოღონ ნელა-ნელა ხდება ეს ყველაფერი და ექიმის კონსულტაციაში სისხლის ანალიზებით ნელა-ნელა შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ჩვენი გვიძლი გიჟი ხო არ არის დღეს 3000 მილიგრამი ქოლესტერინი რო აკეთებს. ეს იმიტომ აკეთებს, რომ ბუნებამ ესე შექმნა, რომ ჭირდება ეს ქოლესტერინი. ქოლესტერინი ჩვენი ძარღვებში ჭირდება, რომ თლიანი ეს ძამთელი იყო. კალციფიკაცია რო არ გაკეთდე. კიდე კაცის ჰორმონები, ტესტოსტერონი, სეროტონინი, მაგისთვის ყველასთვის ქოლესტერინი ჭირდება და თქვენ იმ გამათხელებელით ბლოკავს იმათ, რომ არ გააკეთო, მიდი არ გააკეთო, იმიტომ შიში გაქვს. რეტინა რო არის ჩვენი თვალის, იმას ქოლესტერინი ჭირდება. სისხლის გამათხელებელი ადამიანი ნელ-ნელა კარგად ვერ ხედავს. მაგრამ არადროს არ ფიქრობს, ის ერთი პატარა წამალი რო ჭამს, ეს არის მაგისი ბრალი. კიდე ნაგველა იმასაც ჭირდება, თავის ფუნქციები რო კარგად გააკეთო, ეს წრე არის მეგობრებო, არ შეიძლება თუ მოიმატა ქოლესტერინი პირდაპირ რო დაიწყოთ გამათხელებელი. ქოლესტერინი მოიმატა არასწორი ცხოვრების წესის გამო, გაასწორე ეს, ცოტა დრო ჭირდება, მაგრამ გასწორდება რა. არა აქვს ეს დიდი მეცნიერება. მაგრამ თუ წლებია ამ წამლებზე ხარ, კი არ გეუბნები პირდაპირ გადააგდე და კვებაზე დაჯექი. სწორი კვებაზე დაჯექი დღესვე 3, 4, 5, 6 თვეში
შეიძლება ნელ-ნელა მოაშოროთ იმ წამლებით თქვენი ექიმის რეკომენდაციებით. თუ ექიმი კიდე გეუბნება, კიდე ჭირდება, მაშინ ექიმი უნდა შეიცვალო. კარგი ექიმიც არსებობს. ბუნებრივად კვება როგორი უნდა იყოს თუ მაგალია კოლესტერინი. ნებისმიერი შაქარი. არა აქვს მნიშვნელობა თაფლი, ძმარი, შაქარი. ყველა შაქარი კოლესტერინში დაკავშირებულია. ნებისმიერი შაქარს დაანებე. მეორე, ქორბალი, რეფინირებული ფხვილი, ცომეული, ანუ ქორბალით რასაც კეთდება, გინდა შავია, გინდა თეთრია. ეს ორივე დაანებე. მეორე, საჭმელი ჭამის წინ 150 გრამი ბოსტნეული ჯერ ჭამე, მერე დაიწყეთ სხვა ქორციან, კვერცხიან, სხვადასხვა ოსპია თუ ნებისმიერი საჭმელის ჭამა და დაიწყეთ საჭმელი ჭამის მერე სიარული. მე პირობას გაძლევს 3 თვე ესე გააკეთე, ყველაზე ადვილია, ყველაზე იაფია ეს და თქვენ იქნები ჯამთელი. ყოველთვის კოლესტერინი ქვევით წამოვა, შებირულობა ქვევით წამოვა, გულის ფუნქციები გაუმჯობესდება, პენკრიას ფუნქციები გაუმჯობესდება, თირკმელების ფუნქციები გაუმჯობესდება. მეტი რა გინდა? წამალი თუ კიდე გეუბნები ალტერნატივა არ არის პრობლემის. კი ბატონო, წამალის არის თავისი ერთი ეტაპი, მაგრამ პირდაპირ დღეს თუ დაემატა კოლესტერინი და პირდაპირ დაიწყეთ გამათხელებელის დალევა, არ შეიძლება. კვება წამალია, ანუ საჭმელი წამალია, ცადე რომ საჭმელით იქურნალოთ თქვენი პრობლემები. გააზიარეთ ყველა მეგობარში, გამოიწერე არხი, კარგად და ჯანმრთელად.